რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში ჟურნალ ათინათის რედაქტორისა და პოეტის გულნაზ ხარაიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა და ფოლკლორულმა ანსამბლმა პატრიარქის ნათლულთა გუნდმა. საღამოზე გულნაზ ხარაიშვილის წიგნის რჩეული პოეზია პრეზენტაციაც გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს მწერალთა კავშირი და ჯუმბერ ლეჟევა საერთაშორისო აკადემია. საღამოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 75 წელი სრულდება ღირსეული მამულიშვილის უდიდესი პიროვნების, ბევრი სიკეთის მქნელის, დიდი შემოქმედის, დიდი პოეტის, საზოგადო მოღვაწის, ქალბატონი გულნაზი ხარაიშვილის დაბადებიდან. მე მინდა მას დარჩენილი ცხოვრება ასევე ძვირფასი ყოფილიყოს. ას მე მჯერა რომ ბევრს გააკეთებს კიდევ. გულნაზ ხარაიშვილი გახლავთ საზოგადო მოღვაწე, ჯუმბერ ლეჟევა სახელობის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ჟურნალ ათინათის რედაქტორი და დამფუძნებელი, ასევე ამ აკადემიასთან გამოიცემა მისი რედაქტორობით და მისი ჩაუხრელი შრომით ანთოლოგია, ყოველწლიური ანთოლოგია, მისი შინაგანი სიყვარულის, მისი საოცარი შინაგანი კეთილშობილების და მადლიერების გამო და აქედან გამომდინარე დღეს არის ჩვენი ღრმარწმენი დღე სასწაული. ჩემთვის დღევანდელი საღამო იმითაც მნიშვნელოვანია, რომ მე გამოვეცი რჩეული პოეზია, ჩემი 15 წიგნის რჩეული პოეზია. მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ წიგნის მთავარი რედაქტორი გახლავთ რუსთაველის პრემიის ლაურეატი, კლასიკოსი ბატონი რეზო მიშველაძე და ქალბატონი მაყვალა გონაშვილი. იუბილე არაფრად არ მიიღირს ხალხის სიყვარულის გარეშე. წიგნი გაშღენთილია სიყვარულით, პატრიოტიზმით.